სოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა. ლუიზიანა შტატში ფრინველის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების ფერმებში გაძლიერებული მონიტორინგი გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს საქართველოში დიდი პანიკა გამოიწვია და მოსახლეობაში ქათმისა და კვერცხის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა. არის თუ არა საშიშროება, რომ ფრინველის გრიპი ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელდეს? თემაზე ვრცლად სასაუბრო ჩაგვერთვება ნელი ხიზანიშვილი, კახეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ქალბატონ ნელი, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და ყოველთვის გზად ხართ ხოლმე უპასუხოთ ტელეკომპანია გურჯაანის კითხვებს. როგორც ვიცი, მსოფლიოში ფრინველის გრიპის შემთხვევები გახშირდა, არის თუ არა რისკი, რომ იგი საქართველოშიც გავრცელდეს? კი ბატონო, მოგესალმებით. ძალიან საინტერესოა, რომ თქვენ ყოველთვის ინტერესდებით ხოლმე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ისეთი საკითხებით, რომელიც ნამდვილად ეპიდემიოლოგიურად არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ფრინველის გრიპს, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს იყო გარკვეულ წლებში, რაღაც გარკვეული წლების წინ პანიკა საქართველოში შექმნილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე საქართველოში არ არის დაფიქსირებული არც ერთი შემთხვევა ადამიანებში ფრინველის გრიპის. მოდით დავიწყოთ იქიდან, რა არის ეს ფრინველის გრიპი? გახლავთ A ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება და ეს დაავადება პირველად დაახლოებით 100 წლის წინ იქნა აღმოჩენილი და იდენტიფიცირებული იტალიაში და შემდეგ უკვე მოგვიანებით წლებში სხვადასხვა ქვეყნებშიც იქნა აღმოჩენილი. შემდგომ დაახლოებით უფრო მეტი შემთხვევები ჰქონდა 1900-იან წლებში, 80-იან წლებში და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ვირუსმა შეიძინა უფრო პათოგენური ხასიათი, ანუ შეეძლო რომ გამოიწვია უფრო მძიმე დაავადება, ვიდრე მანამდე იწვევდა. და ყველაზე მეტი ლეტალობა, ანუ სიკვდილობის მაჩვენებელი იყო უკვე შემდგომ დაახლოებით 1997 წელს ჰონგ-კონგში, სადაც 18 ადამიანი დაავადდა და 6-მარტიდან 6 გარდაიცვალა. ეხლა რაც შეეხება საერთოდ მსოფლიო სტატისტიკას, 2003 წლიდან 2025 წლის იანვრამდე, 28 იანვრამდე მსოფლიოში არის დაფიქსირებული ფრინველის გრიპის 965 შემთხვევა. საიდანაც 466 სიკვდილით დასრულდა. ლეტალობის მაჩვენებელი არის 48%, საკმაოდ მაღალი პროცენტია და ამჟამად შემთხვევები დაფიქსირებულია მსოფლიოს სულ რაიონის განმავლობაში 24 ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანები პანიკაში არ ჩავარდნენ, ეს არის ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ადამიანიდან ადამიანზე ამ დაავადების გადაცემის და მთავარი წყარო დაავადების, ანუ ინფექცირებულ ფრინველთან კონტაქტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიებს იწვევს ხოლმე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. და აი ამ ვირუსს საბედნიეროდ ჯერჯერობით არ აქვს ეს თვისება, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეს, ამიტომ პანდემიის საფრთხე აქ ნამდვილად არ არსებობს და როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ რჩება დაინფიცირებულ ფრინველთან კონტაქტი და აქ მის ექსკრემენტებთან კონტაქტი. ეხლა რაშია საქმე, რაც მნიშვნელოვანია და რაც ახლა ამერიკასთან არის დაკავშირებული, კიდევ ერთხელ, რადგან ახლა ბოლოს ამერიკაში ფიქსირდება დიდი შემთხვევები, ეს იყო, რომ 2024 წელს ამერიკელებმა დააფიქსირეს, რომ ესე იგი 66 შემთხვევა იყო 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებულმა CDC-მ, რომელიც არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი. და დაახლოებით ამ 66 შემთხვევიდან ეს იყო 10 შტატში დაფიქსირებული და მათ შორის იყო მხოლოდ ერთი სიკვდილის შემთხვევა, რომელიც იყო 65 წლის ასაკის პირი და აღინიშნებოდა გარდა ამ დაავადებისა თანხლებით დაავადებებით. და კონტაქტი ჰქონდა სამეურნეო და გარეულ ფრინველებთან. აი ამ 66 შემთხვევიდან 40 შემთხვევა იყო საქონელთან კონტაქტი და მათ შორის შემთხვევები იყო კალიფორნიაში, კოლორადოში და ასე შემდეგ.
23 შემთხვევა იყო ფრინველებთან კონტაქტი და ესეც კოლორადოში, აიოვაში და ვაშინგტონში და ასე შემდეგ. მხოლოდ 2 შემთხვევა იყო, რომელიც იყო უცნობი ექსპოზიცია, ანუ არ იცოდნენ მიზეზი რამ გამოიწვია. დანარჩენი შემთხვევები, როგორც გითხარით, უმრავლესობა იყო ან საქონელთან კონტაქტი, ან ფრინველებთან კონტაქტი. ქალბატონო ნელი, არის საფრთხე, რომ დაინფიცირებული ფრინველი მიირთვას ადამიანმა და შეხვდეს ეს გრიპი? ნახეთ როგორ არის, როდესაც ფრინველს ეს დაავადება აქვს, აუცილებლად ის გამოიხატება რაღაცა ნიშნები. როგორც ჩვეულებრივად რესპირატორული დაავადება, ნახეთ აქვს ფრინველს ისეთი სიმპტომები და ეს ვეტერინარებმა ძალიან კარგად იციან, მეფრინველებმა ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი არის დაწერილი, იციან რა ნიშნებით უნდა გამოარჩიონ, როდესაც ფრინველს ეს დაავადება აქვს. ზოგჯერ არის ხოლმე უსიმპტომოთაც მიდის ხოლმე, მაგრამ ის მალევე კვდება და რომელიც უფრო ხანგრძლივად ცხოვრობს, იმას უფრო გამოაჩნდება ხოლმე სიმპტომები და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც გამოაქვეყნა და რაც მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში და რაც რეკომენდაციები გაიცა არის ის, რომ ძალიან მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული ვეტერინარული სამსახურების მიერ, აი ის ფერმები და ის მეურნეობები, სადაც ყავთ ფრინველები და ცხოველები. არის იმის საშიშროება, რომ ფრინველის გრიპი საქართველოშიც გავრცელდეს და პანდემიის სახე მიიღოს, მაგალითად, როგორც COVID-19 იყო? COVID-19-ით ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ის გაიგონ, რომ პანდემია არის აღწევს ის ვირუსი, რომელსაც აქვს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის საშიშროება. ეს ჯერჯერობით და საერთოდაც არანაირი მტკიცებულება და არ არსებობს აქამდე, რომ ეს ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეms. ამიტომ მხოლოდ დაზიანებულ ფრინველთან კონტაქტით გადაეცემა. ამიტომ ძირითადი, როგორც გითხარით, სამიზნე პოპულაცია ეს არის მომლელები, მომუშავეები, ფერმებში მომუშავეები და მონადირეები. როგორ რა გზით შეიძლება ფრინველის გრიპი ჩვენს ქვეყანაში გავრცელდეს? როგორ შეიძლება რომ გავრცელდეს? მოგეხსენებათ, რომ როგორც გითხარით, გარეული ფრინველები არიან, ამის რეზერვუარები და გადამფრენი ფრინველებისგან შეიძლება გავრცელდეს. გადამფრენი ფრინველების, როგორც იცით, საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს ტრასას გადამფრენი ფრინველებისთვის ჩრდილოეთ და სამხრეთისკენ და ასე პირიქით. და ეს მარშრუტები გაწერილია, ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორი მარშრუტზე მოხდით. ამიტომ შესაძლებელია და იყო კიდეც საქართველოში, აი ამ წლებში 2000 წლის დასაწყისში ორი იხი, რომელიც დავარდა ჭაჭარის ტერიტორიაზე და იქ აღმოჩნდა ეს ფრინველის გრიპი, მაგრამ იქიდან არავის არ გადაძლებია, იმიტომ რომ ყველაფერი იყო გაკეთებული ისე, როგორც დადგენილებაში არის გაწერილი, როგორ უნდა მოეპყრა, როგორ უნდა გავაკეთო, რადგან იყო, ამიტომ გარეულ ცხოველ, აი აქედან შეიძლება თუ ცუდად მოიქცევით, თუ ამასთან გვექნება კონტაქტი, თუ მე ეს თქვათ ესეთი ფრინველი ფერმაში მოხდება და დაავადებული და მე გადაედება. ამიტომ თუ ჩვენ ყველაფერს დავიცავთ ისე, ჩვენ დაცვის საშუალებებს გამოვიყენებთ, გვექნება მონიტორინგი ფრინველებზე, ცხოველებზე, გვექნება მონიტორინგი, რომ ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც ვიცით, რომ შეიძლება ამ ფრინველს ჰქონდეს და მივაქცევთ ყურადღებას და მონიტორინგებას გავაკეთებთ, არავითარ შემთხვევაში ის არ იქნება. რა თქმა უნდა, ეხლა რისკი ყოველთვის არსებობს ხოლმე, თუმცა მას შემდეგ საქართველოში ასეთი არ დაფიქსირებულა. ჯერჯერობით არც ფრინველებში და არც ადამიანებში, რა თქმა უნდა, არც ადამიანებში. და ბოლოს ქალბატონო ნელი, როგორ რა მეთოდით მკურნალობენ ამ გრიპს? ეს არსებობს ანტივირუსული მკურნალობა და ანტივირუსული საშუალებებით მკურნალობენ. არის ასეთი მის საშუალებით, თუ დაისვა დიაგნოზი, სამკურნალო საშუალებებიც არსებობს. ანტივირუსული სპეციალური პრეპარატები. უბრალოდ იცით, თვითონ ვირუსსაც სხვადასხვა შტამები აქვს და გააჩნია ზოგი ვირუსის შტამი არის უფრო პათოგენური, ანუ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში და არის შედარებით უფრო ნაკლებად პათოგენური შტამები, რომლებიც იწვევს უფრო ნაკლებად მძიმე, ანუ სუბუქ დაავადებას და ეს იყო ამ შემთხვევაში აი ბრიტანეთში მოხდა ზუსტად ეს შემთხვევა, აი 28 იანვარს იყო. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენი სტუმარი იყო ნელი ხიზანიშვილი, კახეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.